ლები, თვალები და ეს ყველაფერი რაღაცის აღნიშნულია და წმინდა წყლის თეოლოგიაა ეს. ამას ჩაუღმავდებით. ასე არის ვეფხისტყაოსანშიც, ნესტანი არის როგორც უკვე თქვი ის რაც აქ არ არის და ტარიელი მას ხედავს. პირველად და რა თქმა უნდა მისდის გული. და უცნაური ის არის რომ როდესაც 3 დღის მერე ის მომჯობინდება, უცებ ამბობს ესეთ რაღაცას რომ ამ სოფელს ჩემთვის არაფერი ფასი აღარ აქვს, მე მინდა სიკვდილი, არაფერი აღარ მინდა. ამ ქვეყნად მე არაფერი აღარ მაკაროს. ეს უცნაურია, თუ მას ხალი შეუყვარდა, კარგი 3 დღე ხო ცუდად იყო და გავიგეთ, მაგრამ თუ ხალი შეუყვარდა, რატო არ უნდა სიცოცხლე? პირიქით სიცოცხლე უნდა უნდოდეს, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე, რომ აი ესეთი მინიშნებები გვაძლევს შოთა აი მეორე განზომილების ხედვას. და საერთოდ ტარიელი უნდა ითქვას, რომ თუ კარგად დაუკვირდებით, ძალიან უცნაურად იქცევა. ჯერ ერთი რაღაც პერიოდი ეძებს ნესტანს და უცებ რატომღაც რა ნუ ხელს ჩაიქნევს, დაждდება ტყეში და ტირის. თუ ეხლა ისევ და ისევ ამ მხოლოდ ზედაპირულ პლასში დავინახავთ ტარიელს, ის ვერ ჩაიქნება ვერც ვაშკაცად, ვერც იდეალურ შეყვარებულად და ვერაფერ. ის არის უბრალოდ ტირალა ადამიანი, იმპულსური, ძალიან სუსტი ხასიათის, რომელიც ვერ უკლავდება ვერანაირ პრობლემას ცხოვრებაში. მაგრამ ამას აქვს თავისი ახსნა ისევ მეორე პოემის მეორე პლანზე. ეს ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ დავაკვირდეთ, ტარიელი ძალიან ბევრჯერ იმეორებს, რომ ის ეძებს სიკვდილს. მისთვის სიკვდილი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნესტანი, იმიტომ რომ ძალიან, არ ვიცი, 20 ჯერ თუ 30 ჯერ შეიძლება შევხვდეთ პოემაში იმას, რომ ტარიელი აი მოკლედ იხვეწება, რომ სიკვდილი უნდა. და ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც გააცნობიერა, რომ ის უზარმაზარი ნეტარება, რაც მან განიცადა ნესტანთან, ანუ მიღმიერთან შეხვედრით, ის ხილვა ამ ქვეყანაზე აღარ გამეორდება. ამიტომ უმოკლესი გზა, რომ დაუბრუნდეს მას, მისთვის არის სიკვდილი. და ტყეში ყოფნაც ტარიელისთვის არ არის უბრალოდ ჯდომა და ტირილი. აქაც უამრავი სიმბოლო მიგვანიშნებს, რომ აქ სხვა რაღაც ხდება. მაგალითად ის, რომ ის სახლდება ძალიან სპეციფიკურ ადგილას. 4 სიმბოლო, რომელიც აი ამ ადგილს განასახიერებს, აღნიშნავს, ეს არის ალვის ხე, მდინარე, კლდე და გამოქვაბული. ალვის ხე ზოგადად ეს არის 64 სიმბოლო, მაგრამ ცოტა რთული სიმბოლოა და ძალიან ზუსტად შეესაბამება ტარიელის ხასიათს. ალვის ხე არის უძველესი სიმბოლო, სხვათა შორის ქართულ სიმბოლიკაშიც და ქრისტიანობაშიც გადმოვიდა ეს. ეს არის ალვის ხე საერთოდ ძალიან დიდ დინამიკას იჩენს, ზეცისკენ სწრაფ ხედ ითვლება. ამიტომ ის არის სიკვდილის გზით მარადიული სიცოცხლის მოპოვების სიმბოლო. სხვათა შორის სასაფლაოებზე ამიტომ არის ხოლმე ალვის ხე. ამიტომ გავი. და ვეფხისტყაოსანში რუსთაველი აღწერს ადგილს, სადაც არის კლდე. ამ კლდეს კლდის გვერდზე არის ალვის ხე, რომელიც მას ცდება და ჩამოდის მდინარე. მდინარე არის, როგორც ვთქვით, წარმავალობის და ამავე დროს მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, ძალიან ორაზროვანი და ძალიან ღრმა სიმბოლოა და კლდე არის სიმბოლო იმ ცოდნის, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ ამ წარმავალობის მდინარეს არ წაყვეს, არ წაიღოს ამ მდინარე. გავიხსენოთ სახარება, როდესაც ქრისტე პეტრეს კლდეს უწოდებს და მასზე აფუძნებს თავის ეკლესიას. ხოლო გამოქვაბული არის საკუთარ თავში ჩაღრმავების ესეც საყოველთაო არქეტიპული სიმბოლო, საკუთარ თავში ჩაღრმავების მედიტაციის სიმბოლო. და საინტერესოა, რომ როდესაც ტარიელი შედის ამ გამოქვაბულში, ის იძულებულია დაამარცხოს დევები. დევები, გიგანტები, მონსტრები, ეს დიდი ზომის არსებები არიან ასევე
მსოფლიო არქეტიპულ სიმბოლიკაში ეს არის შიშის სიმბოლო. ანუ პირველი, რასაც ტარიელი ამარცხებს, ეს არის შიში. და იქვე რუსთაველი ამბობს, რომ ამ დევების ძახილისგან ცაცკი შეირყეოდაო. ანუ ეს ძალიან დიდი ბრძოლა იყო, რომელშიც ტარიელმა ლამის თავი დაკარგა. შემდეგი ბრძოლა, რომელიც მას უხდება, ეს არის ვეფხვის და ვეფხთან და ლომთან ბრძოლა. ისევე როგორც შივა, იგი იძულებულია ამარცხებს ვეფხს, რომელიც არის საერთოდ მატერიალური სამყაროს, ანუ ადამიანის ხორციელი ვნებების ინსტინქტების სიმბოლო, ასევე სექსუალური იმპულსის და ეს მომენტიც, როდესაც ტარიელს უნდება ვეფხვის ყოწნა და რომელსაც ვერავინ ვერ იგებს, რატომ უნდება ეს ვეფხვის ყოწნა, უბრალოდ არის ძალიან მარტივი სიმბოლო იმისა, რომ აი ამ გზაზე, ამ ვეფხვის დამარცხების დროს მას უჩნდება ცდუნება, სექსუალური ცდუნება უბრალოდ. ამის შემდეგ მოდის ძალიან საინტერესო რაღაც. ბრუნდება ავთანდილი, რომელიც მოულობს ტარიელს და ტარიელი ხო სიკვდილს ეძებს და ავთანდილმაც იცის, რომ ტარიელი შეიძლება არ დახვდეს ცოცხალი, მოულობს და პირველი, რასაც ეუბნება ტარიელი ის არის, რომ მას სურს სიკვდილი ისე, რომ კი ეხლა გადარჩა და სიტყვა შეასრულა და დახვდა ცოცხალი, მაგრამ მაინც უნდა მოკლეს. და აქ მინდა დიდი ბოდიში, აქ მინდა უბრალოდ ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, საკვანძოა და მინდა რამოდენიმე ციტატა იჩვენოთ აქედან. უთხრა ძმაო, არ გიტყუე, გიყავ რაცა შემოგფიცე, სულთან გაუყრელფიცე, ესე დავამტკიცე და ანუ სიკვდილი უნდა, როგორც აღნიშნე, მაგრამ ავთანდილი ეუბნება უწყებს ლაპარაკს სიბრძნეზე და საერთოდ ძალიან უცნაურია ეს დიალოგი. უცნაურია იმით, რომ სიკვდილი მინდა არ არის, სიკვდილანდის ვიტირო. ხო, სიკვდილანდის ვიტირო, მაგრამ სიკვდილზეც იქნება. არ არის პრობლემა. მოკლედ ეს დიალოგი ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ თუ ტარიელი ეძებს მხოლოდ ქალს ნესტანის სახით, ეს დიალოგი არის საერთოდ ამოვარდნილი ყველანაირი კონტექსტიდან, იმიტომ რომ აქ აშკარად მიდის გაცხადებულად უკვე დაუფარავად მიდის ლაპარაკი სულიერ სიღრმეებზე, სულიერი გზის რაღაც სპეციფიკურ ნიუანსებზე, რომელიც ამ გზაზე მავალმა უნდა გაითვალისწინოს და მიდის პოლემიკა. ორ ადამიანს შორის, რომელშიც ძალიან ბევრი მე ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ ყოველი სიტყვის უკან, რომელსაც ვამბობ, არის უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც მე რომ მოვიყვანო, უბრალოდ არანაირით რო არ გვეყოფა. მე უბრალოდ გადმოვცემ ამ ყველაფერს საკმაოდ დაუსაბუთებლად ალბათ, მაგრამ სხვა გზა არ არის უბრალოდ. ანუ ავთანდილი მოუწოდებს მას სიბრძნისკენ. ავთანდილი არის საერთოდ გონებრივი საწყისის სიმბოლო, ეს ბევრი რაღაცით ჩანს. ტარიელი კი როგორც უკვე ვთქვით არის გულის სიმბოლო და არა მხოლოდ გულის. რა გამოარჩევს ტარიელს? ტარიელის ღვთაებრიობა გამოიხატება იმაში, რომ ავთანდილისგან და ფრიდონისგან განსხვავებით და ყველასგან განსხვავებით ის როგორც სუფიები დაეძებდნენ, სუფიებს ძალიან ექსტატიური და ისეთი ღრმა ურთიერთობა აქვთ. ღმერთში დანთქმის, უშუალო დანთქმის პრაქტიკა და აი ნამდვილი სუფიასავით ტარიელი ყოველთვის მზად არის დაინთქას ღმერთში, ის არის უშუალოდ გონებრივი საწყისის გარეშე სამყაროში ღმერთში უშუალოდ დანთქმის სიმბოლო და იქ მას გამოარჩევს ის, რომ ის ყოველთვის მზად არის სიკვდილზე. ავთანდილისგან განსხვავებით. ავთანდილი მას მოუწოდებს გონიერებისგან. თუ ბრძენი ხარ, ყოველი ბრძენი აპირებენ ამ პირსა და ჩემი აზრით ეს არის ცოტა გადავუხვევ თემას, მაგრამ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი აფორიზმი ვეფხის პაუსაში, რომელიც რატომღაც ვერ იქცა აფორიზმად, ამ დროს ყველაზე ღრმა აზრია გაცხადებული. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. ვითქვა ვერ იქცა, ჩემთვის. მოარულ აფორიზმად ვერ იქცა.
ჭირსაშიგან გამაგრება ყველა მიცის, მაგრამ თავისისა ხო ლეკვილომისა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. ანუ ყველაფერი რაც ადამიანს ემართება საკუთარი ცნობიერების გამო. ეს უნდა ვაღიაროთ, რომ მე-12 საუკუნის ადამიანისთვის და იმ ადამიანისთვის, რომელიც იმ დროში ცხოვრობდა, როცა ფსიქოლოგია საერთოდ არ არსებობდა, ძალიან ღრმა აზრი. და აქ მოდის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აზრი, ვისთვის ხვდები, ვერ მიხვდები, ანუ ვერ შეხვდები იმას, ვისთვისაც ხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აზრი, იმიტომ რომ ეს აზრი გამოარჩევს ვეფხისტყაოსანს მსოფლიოს უმეტესი რელიგიებისაგან. საქმე ის არის, რომ თითქმის ყველა რელიგია, რომელიც მსოფლიოში ხდება, რაღაც ფორმით უარყოფს ამ ცხოვრებას. თუ ავიღებთ ქრისტიანობას, აქ პირდაპირ არის მოცემული, რომ ეს ქვეყანა არის საცდური, ის რაც უნდა დაიძლიოს, ის რაც უნდა უარყო რომ მიიღოს სხვა ცხოვრება. და თუ ავიღებთ აღმოსავლურ რელიგიებს, ეს უარყოფა არის ბევრად უფრო რბილი და ძნელად შესამჩნევი, მაგრამ სინამდვილეში იქაც არის ეს უარყოფა. მაგალითად, ბუდიზმის მთავარი პოსტულატებია, რომ ეს ცხოვრება არის ტანჯვა, რომელიც უნდა დაიძლიოს ნირვანაში წასვლით. მაგრამ როგორც თქვი, ვეფხისტყაოსანს ძალიან დიდი კავშირი აქვს ბჰაგავად გიტასთან. რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი ემთხვევა ამ პოემაში და ბჰაგავად გიტაში ჩვენ ხვდებით ისეთ მოძღვრებას, ისეთ რელიგიის ისეთ სახეს, რომელიც აბსოლუტურად არ უარყოფს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას. გიტაში აღწერილი ღმერთი კრიშნა არის სრულიად თავისუფალი ლაღი ადამიანი, უკრავს ფლეიტაზე, ყავს ბევრი შეყვარებული, ერევა სახელმწიფოს საქმეებში, რა ვიცი, ლაღად ცხოვრობს და აქ საერთოდ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ცხოვრება უნდა დაიძლიოს. ასევე არის ვეფხისტყაოსანში, სადაც როგორც ხედავთ, იგივე აზრია გამოთქმული. და ეს მეორე აფორიზმი არის მოყვანილი ზუსტად გიტადან, ვისაც არ ასურს და არც ზულს რამე, მისი სიბრძნეა სრული ღვთიური. ანუ გიტას მიხედვით გასხიოსნებული ადამიანი ის კი არ არის, ვინც რაღაც მდგომარეობას აღწევს და შემდეგ ზემოდან უყურებს ცოდვილ სამყაროს, არამედ ის, ვინც ზუსტად იმ ცნობიერებით ცხოვრობს, რომ ყველაფერი მისთვის ერთიანობის ნაწილია და ყველაფერი მისთვის ძვირფასია და არ არსებობს უმაღლესი და უმდაბლესი. თავსა მთელსა რაც შეიკრავ წყულსა ახლად რადიწყულებ. ესეც იგივე ფილოსოფიის ნაწილია იმისი, რომ ასკეტიზმი და ტანჯვა არ არის სულიერ გზაზე ის რასაც უნდა ეძებდეს ადამიანი და რასაც აკეთებს აქამდე ტარიელი, მისი ძიება არის ტანჯვით და ასკეტიზმით სავსე. და აც მიუსრულებლად ციკლსა დრო მომეახლავთ ხენისა. ეს აზრი ტარიელის მიერ არაერთხელ არის გამოთქმული, რომ სიკვდილი მისთვის ყველაზე სასურველი რამ არის, იმიტომ რომ ეს არის მისთვის ხენა. და ის რომ ტარიელი ამბობს აქ დამშლიან ჩემნი კავშირნი შევრთივარ სულთა სირასა. ცოტა მოგვიანებით მოკლედ ავხსნი რაში მდგომარეობს კერძოდ ის ღვთაებრივი ცნობიერება, რომლისკენაც მიდის ტარიელი და რომელსაც აღწერს რუსთაველი. ის მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ ადამიანის ის კავშირები, ესე რომ ვთქვათ, ანუ მის ფსიქიკაში არსებული ბმები ინფორმაციული, შეიძლება ესეც ვთქვათ, უნდა დაიშალოს და უნდა აეწყოს იგი სხვანაირად. ანუ შემდეგ გავარჩევთ ჩვენ, არის ერთი სტროფი, რომელიც სიბრძნეს ეხება და იქ რუსთაველი პირდაპირ ამბობს, რომ ბრძენი არის ზუსტად ის, ვინც
მისი ფსიქიკაც აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობს. და ტარიელი ძალიან ახლოს არის ესეთ მდგომარეობასთან. და ამბობს ესეთ რამეს, ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვით აიფსებს ცნობასა, ეგ საუბარი მაშინ ხავს, თუცა გავიყო ცნობასა. ცნობა რუსთაველისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, როსტევანი ეუბნება თინათინს იყავ ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი სიმშვიდე და გამცნობიერებლობა ვეფხისტყაოსანში ძალიან სერიოზული ცნებებია, მაგრამ არის ესეთი მომენტი. არის რაღაც მდგომარეობა, რომელიც უკვე სიბრძნეზეც მაღალია და ეს მდგომარეობა ძალიან კარგად არის აღწერილი სუფიებთან. სუფიების შვიდსაფეხურიან გზაზე სიბრძნე არ არის უმაღლესი მდგომარეობა. სიბრძნე არის უმაღლესი მდგომარეობის წინასაფეხური, ხოლო უმაღლესი მდგომარეობა იწოდება არის ესეთი სიტყვა აბდალი, რომელიც ჩვენთან სხვა მნიშვნელობით არის დამკვიდრებული და ეს აბდალი ზუსტად არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უკვე იმდენად ახლოს არის ღმერთთან, რომ ის გამოიყურება სულელად გიჟად ადამიანების თვალში. და ტარიელი ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს სიგიჟე მისთვის არის საჩუქარი ღმერთისგან. და პირდაპირ ეუბნება ავთანდილს, რომ ეს სიბრძნე უკვე აღარ მაინტერესებს, ჩემთვის სიბრძნე აღარ არსებობს, მე მივიღე ღმერთისგან საჩუქრად სიგიჟე. რაც აქ მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეც ამ ქნელად, აც ნობათი ხელობისა მომხდომია, მით ვარ ხელად. ნობათი საჩუქარია როგორც. და აქ ძალიან საინტერესო რაღაც იწყება. რომ დაუკვირდეთ სრული აბსურდი და გაუგებარი რაღაც, თუ ისევ აი ამ სიღრმისეულ პლასტებს არ გავითვალისწინებთ. ავთანდილი ეკითხება ტარიელს. ერთსა რას მე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული, სხვაშორის ეს სიტყვა დაფარული ძალიან ისე ფიგურირებს ვეფხისტყაოსანში და ბევრგან იყენებს, შოთა იმისთვის რომ რაღაცა მიგვანიშნოს. ეგ ეს სამხრე მისეული ვისგან შენ გაჩნია, ვისგან წყული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს, თქვი დავიღო მერმესულია, საუბარია დესტანის მიერ ნაჩუქარ სამხრეზე. რაღაც ნაჭერზე. მეტი არაფერი და როგორ პასუხსცემს ტარიელი. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახლოსა სახისა. სამხრეზეა ლაპარაკი გაითვალისწინეთ. ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, ჯობი ყოვლისა, სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა, არ სასმელისა, მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა. ოთხივე ეს სტრიქონი არის წმინდა წყლის თეოლოგია. უამრავი რელიგიის, აღმოსავლური თუ სხვა რელიგიების წმინდა ტექსტებში ჩვენ ღმერთის სწორედ ასეთ აღწერილობას ვხედავთ, რომ ღმერთი არის სახიერის და უსახოს უსახო ძალიან გამორჩეულია ძალიან ბევრ თეოლოგიაში. ჯობი ყოვლისა, სოფლისა, წყლისა, აქ ჩამოთვლილია სტიქიები და ნათქვამია, რომ ღმერთი უფრო მეტია ვიდრე მატერიალური სამყარო. არ სასმელისა, მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა, ესეც გავრცელებული აზრია აი რელიგიურ ლიტერატურაში, იმიტომ რომ ითვლება, რომ ღმერთი არის ისეთი რამ, რასაც ვერ გადმოცემ და შესაბამისად ვერც მოისმენ. იგი ვერბალურად უბრალოდ არ აღიქმნება. და ბუნებრივია, ბუნებრივია ვიჩნდება კითხვა, რა შუაში აქვს სამხრეთ საერთოდ. საქმე ის არის, რომ ნესტანი არის ის, რაც აქ არ არის და მისი მოცემული სამხრე არის იმის ნიშანი. და აქ ავთანდილი ისე თავისას იმეორებს იმას, რომ არას გარგებს სწავლულება თუ არა იქ ძენთან თქულთა არ იხმარებ რა ხელსახტი საუნჯესა დაფარულსა, ისევ რაღაც დაფარული, ისევ რაღაც საუნჯე და რა არის დაფარული. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რას გერგების. სჭმუნვა შეჭირვება, ანუ ტანჯვა, ტკივილი, ეს არის უარყოფა რელიგიურ გზაზე ტანჯვის და ტკივილის. აი ამაზე მე პირადად მახსენდება
ბუდას ცხოვრება, როდესაც ის უამრავი წელი დადიოდა და ხან თავზე იდგა, ხან ცალფეხზე იდგა და 1000 ასკეზებს მიმართავდა და მისი გასხიოსნება სწორედ იმითი დაიწყო, რომ მან რომიდი მიხვდა, რომ ტანჯვას არ მოაქვს არაფერი, რომ ზომიერება არის ის გასაღები, რომლითაც იწყება სულიერი ცხოვრება. და შემოაქვს კიდე ეს მომენტი ავთანდილს, არ თუ იცი უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების მზისა შუქთა მოვლოდინე ვარდის სამდღეს არ დაჭკნების და ასე შემდეგ ბედიცდა და გამარჯვება. სხვა შორის ეს ძალიან საინტერესოა, ბედიცდა და გამარჯვება ერთად არავისად მოუწია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ უარყოფილია ფატალიზმი, მაგრამ უარყოფილია ძალიან ორიგინალურად და ძალიან საერთოდ რუსთაველის ძალიან ბევრ საკითხში რუსთაველის აზრი არის ძალიან რთული და არაერთგვაროვანი. მაგალითად, ლეკვილომისა სწორიაც რუსთაველის არის და ისეთი სტროფები ხამს შიშორე დიაცისა და ასე შემდეგ. ანუ არც ერთ საკითხში რუსთაველი რაღაც მარტივ რაღაც ფორმულებს არ იძლევა. და აქაც ბედიცდა და გამარჯვება აქ ისიც არის მიღებული, რომ არსებობს რაღაც ბედის, რასაც შეიძლება ბედი დავარქვათ, ან წინასწარ განსაზღვრული რაღაც, მაგრამ ამავე დროს უარყოფილია ეს ფატალიზმი და რუსთაველი თვლის, რომ ადამიანის ცდელობა შეუძლია ეს წინასწარ განსაზღვრულობა ბედისწერა შეცვალოს. მოკლედ, აი ეს დიალოგი, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი ძალიან კაფეო მაგალითი იმის, რომ ვეფხისტყაოსანში სულ სხვა რამეებზე მიდის საუბარი და არა მხოლოდ ვაჟკაცობაზე და მიერობაზე. და აი ამ დიალოგის შემდეგ ტარიელი აღიარებს ავთანდილის ავტორიტეტს, ასე ვთქვათ, ანუ ამ დიალოგის შემდეგ გული და გონება ერთდება. ანუ მიიღწევა რაღაც ჰარმონია, რომლის შემდეგაც შესაძლებელი ხდება ნესტანის გამოხსნა. და ნესტანის გამოხსნა საიდან? ეს ძალიან საინტერესოა. ქაჯების ფენომენი ძალიან არა მარტივია ვეფხისტყაოსანში. თავიდან რუსთაველს შემოაქვს ეს სიტყვა ქაჯი, რომელიც თავიდან გვაძლევს ასოციაციას, რომ ეს არის რაღაც ბოროტი არსებები. მაგრამ კარგად რო უკვირდებით, მაგრამ მე ხედავთ, რომ არანაირ ბოროტებასთან მათ კავშირი არ აქვს. ჯერ ერთი ქაჯები ყველაზე დელიკატურად, ყველაზე ლამაზად ექცევიან ნესტანს. არაფერს არ კადრებენ, იმაზეც კი ფიქრობენ, რომ რაღაც უბედურება ჭირდა, რაღაც რთულ სიტუაციაშია და მოდი ზედმეტი კითხვებით მუშევაწუხებთ. და როგორც სხვათა სამეფოს ხელმწიფეს, ისევე ქაჯეთის მართველს მხოლოდ ის სურს, რომ თავის შვილს მიათხოვოს ნესტანი და ქაჯეთში მას ხელს არ ახლებენ, უბატონოდ ხმას არ წემენ და ასე შემდეგ. მაგრამ უფრო მეტიც ქაჯები რუსთაველს აშკარად შეგნებულად დაკავშირებული ყავს სიბრძნესთან. დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი. ანუ აქედან ვიტყობთ, რომ დავარი იყო ბრძენი, რადგან ქაჯებთან იყო დაკავშირებული. ანუ ქაჯები არიან სიბრძნის მატარებლები. და მეორე, მან უამბობ დავარ ქაჯსა, ვინც გრძნებითა ცაცა იცის. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დავარმა გრძნებით არ იცის არც ქვესკნელი, არც ჯოჯოხეთი, მან იცის ცა. და მეტიც, დავარის ისევე როგორც ქაჯების ღმერთი არის ღმერთის სახიერი. ანუ ამ ქაჯებს არანაირი კავშირი არ ეტყობათ რაიმე ბოროტ ძალასთან და რაიმე ბოროტებასთან საერთოდ. და აი ეს ძალიან კარგი ახსნა თვითონ რუსთაველი თვითონვე აცამტვერებს იმ მითს, რომ თითქოს ქაჯები არიან ბოროტი არსებები. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრამ ქაჯნი უხორცონი რა საქმნევენ მიკირს ქალსა, ამას ავთანდილი ეკითხება ფატმას. ფატმან უთხრა მომისმინე მართლად ხედავ მან დამკრთალსა, არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა.
ხაჯნის სახელად მithქვიან არიან ერთად კრებულნი, კაცნი გრძნებისამცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი იგი არ ვისგან ნებულნი, მათნი შემქმნელნი წამოვლენ დამბრმავნი გაწმილებულნი. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუგროვებენ, ქართა აღზრენ საშინელთა ნავსა ზღვაზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმინდა დააშრობენ, სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ. და აი ძალიან კარგი განმარტება. ამისთვის ხაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თუ არა იგიცა კაცნია ჩვენებრი ხორციელანი, ანუ მითი მთლიანად დანგრეულია ეს ყოფილად ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც იმითი გამოირჩევიან მარტო რომ ბუნების ძალებზე კონტროლს ცდილობენ და ამას რუსთაველის ენაზე ხდება გრძნება და თანამედროვე ენაზე რაც მინდა ის შეიძლება დავაქვათ ექსტრასენსორიკა, რა ვიცი, პარანორმალური მოვლენები და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩემი აზრით არის ესე ვთქვათ რუსთაველის მცდელობა, რომ იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობს, შემოიტანოს რაღაც ახალი ინფორმაცია. ჩემი ღმერთს მე ეხლა ვერ გამოვეკიდები ამ უზარმაზარ ინფორმაციას ვერ მოვიყვან, მაგრამ ყველა მონაცემით რუსთაველი ძალიან კარგად იცნობს აღმოსავლეთს. არა მხოლოდ ინდოეთს, სადაც რამაიანა დაიწერა, მაგალითად ესე ამბავი მართალი ჭინსა ქვაზე დაწერია, ვინც მეგობარს არ ეძებს თავის ამ წერია და ჩინეთში მართლაც არის ქვა, რომელზეც წერია, რომ ვინც მეგობარს არ ეძებს ის თავის წერია და ასე შემდეგ. ეს უამრავ ინტუიციური არ არის. არ არის ინტუიციური უზარმაზარი ცოდნა არის გამოვლენილი აღმოსავლური სამყაროსი. და აღმოსავლეთში, როგორც ვიცით, არის სულიერი პრაქტიკები, რომლებიც ზუსტად გულისხმობენ, მოიცავენ ბუნების ძალების კონტროლს. მაგალითად, იოგა, რომელიც იმდენად ძლიერ საშუალებებს აძლევს ადამიანს ბუნების ძალზე კონტროლისა, რომ იოგას პრაქტიკაში ყოველი ახალი საფეხური, რომელსაც ადამიანი აღწევს, ყოველ ახალ საფეხურს თან ახლავს ახალი დაცნობიერება, ცნობიერების ახალ საფეხურზე ასვლა და თუ ადამიანი ამას ვერ ახერხებს, იგი ხდება საშიში, იმიტომ რომ იმხელა ძალებს იღებს, რომ უბრალოდ ეს ძალები შეიძლება მისთვის გახდეს ცნობა და უმაღლესი ფასეულობა, უმაღლესი პრინციპი იოგასი არის ის, რომ ადამიანი არ უნდა ჩაერიოს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, ჩაურევლობა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, რადგან ითვლება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მიზეზშედეგობრივი კავშირშია და ამაში ჩარევა კარგი არაფერი არ მოაქვს. ის ადამიანები, ვინც ამას ვერ აღწერენ, არ ითვლებიან ინდოეთში ნამდვილ იოგებად. მათ უწოდებენ ფაკირებს და რა ვიცი, კიდე 1000 რაღაცა, რომლებსაც რელიგიური პრაქტიკა ფაქტიურად რაღაც საცირკო ნომრებამდე დაყავთ, შეუძლიათ უამრავ ისეთი რამე გააკეთონ, რასაც ჩვენ სასწაულებს ვეძახით, მაგრამ ისინი არ ითვლებიან სულიერ ადამიანებად, რადგან აი ეს სიღრმეები არ აქვთ. და ასევე შეიძლება ხაჯები ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს რაღაც მე თუ გითხავთ რაღაც ამ მომენტში ცოტა ჟურნალისტობს რუსთაველი, უბრალოდ ინფორმაციას გვაწვდის, რომ რაღაცები არსებობს კიდე ჩვენი სამყაროს გარშემო. შემთხვევით არ ჟურნალისტობს ეს კაცი. და ამ ყველაფრის უკან რა დგას, რატოა ხაჯეთი ის, რაც უნდა დაამარცხოს ტარიელმა საბოლოოდ. იმიტომ რომ აი ზუსტად ეს, რომ ბუნების ძალებს აკონტროლებენ, ხაჯებს აქცევთ ეგოს სიმბოლოდ. იმიტომ რომ სწორედ ეგოა ის, რაც ადამიანს აცდენს სულიერ გზაზე და ნებისმიერ რელიგიურ ტრადიციაში საბოლოო წინაღობა არის სწორედ ეგო. ყველაზე ძნელი დასამარცხებელი, ან გადასალახი, ან გასაცნობიერებელი, როგორც გნებავთ, ეგო არის ყველაზე დიდი რამ, რაც ეღობება ადამიანს სულიერ გზაზე. აი ეს იმის სახიერი ღმერთის და საბოლოო ჯამში
რა მიიღწევა ყველაფერი იმით, რომ წარიელი ამ გზას გადის. მიიღწევა ის მდგომარეობა, რომელსაც ამ სტროფში აღწერს რუსთაველი. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინილ ხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი. ვინც ზღაპარი ესრე ესმის უბედო